ჯეირანი. ჯეირანი. ოკეი, ჯეირანი. ჯეირანი. ესე იგი, მოვუგედა ასე რომ ელენეს ვწერ დღეს მომეცი შენი პირველი sketchbook. როგორ გირჩევნია რომ მოგმართოთ ელენე თუ დავლიან? Oh my god. რომელიც გინდა პრობლემა არა, დეივი ვაფშე. არა შევდი, მოგვიყევი მაგაზე სახელი როგორ დაირქვი Instagram-ზე. ოკეი, რასაც იყენებ. მოკეთ აკადემიის უკავშირდება სხვათაშორის პროექტი მქონდა და უნდა მომიფიქრებინა ჩემი საკუთარი რაღაც გრაფიკული დიზაინის ბრენდინგისთვის სახელწოდება. და არ ვიცოდი საიდან დამეწყო, იმიტომ რომ პერსონალური ბრენდინგი უნდა ყოფილიყო. ესენი არის სხვათაშორის აკაც ეს მგონი ეს ჯობია. Yes. დავატრიალოთ. ორი მხარო ჩანდეს. ხო, აქ პატარა შესავალი სანამ სახელზე დავიწყებ. ნაწილი არის სტადი, ნაწილი არის ჩემი ორიგინალური ნამუშევრები, ასე რომ შერეულია ეს ნამდვილი ადამიანი. აჰა. Yes. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ რუკა, რომელსაც ფონად ხედავთ, ელენეს დახატული არის, რა თქმა უნდა, Lord of the Rings-ის. კი ბატონო. ხო, სახელს რაც შეეხება ზოგადად ჩემი სახელი და გორიდან წამოვედი, ეს ის ნამდვილი ადამიანია სხვათაშორის. მოკლედ, დაველიონი მოდის ჩემი სახელი და გორიდან, დავითაშვილი დავ ავიღე და ელენე ელ ავიღე, ანუ დასაწყისი და გავაერთიანე დავ ელ და იონი უბრალოდ რაღაც ლეგიონი და რაღაც ერთიანობის ის მიდოდა უფრო რაღაც აღმატებული და ცოტა რომაული იმებიდან ავიღე ინსპირაციები და საბოლოო ჯამში გამოვიდა დაველიონი, თუმცა დღესდღეობით ხანდახან და ზოგჯერ ხშირად მეძახიან დეივს. ან დეივ ლაიანს, ან დათოს, არ ვიცი რომ. There's no in between. ასე რომ, რა ვიცი, ელენეც საკმარისია, ან დაველიონი. ეს რომელი წლის არის sketchbook-ი, რამდენად ძველია? ეს არის 17-16-ის რო ვიყავი იმ დროინდან. მოიცა 17-16 იყო 2017-2016 წლები, იმიტომ რომ ერთესენში ხარ დაბადებული. მე გავხსენე, დიახ. მე ვარ generation-ის საწყისი. Let's go. ესეც სტადიამები, კი ბატონო. ხო, ეს არ მინდა, აი ეს გვინდა. ანუ ყველაფერს ხატავდი, ეს სტადია ესენი მაგალითად. არსებული სტილების და რაღაცების შესწავლა მინდოდა, კი ბატონო. ანუ ყველაფერს ხატავდი, რომ მეპოვნა სტილი, მეპოვნა რაღაცა მაგრამ მიმართულება. რეალურად 10-ან 9 წლის წინანდელია, ხო? კი, საკმაოდ გვია. დეკადის ხელა ალბათ. აჰა. Yes. მე ესე აქეთ. მინდა რომ ჩანდეს ყველაფერი. ესე ხორჯობია მაშინ ჰორიზონტზე. ხო, არა, მოვუტრიალებ, აი. ორი ზღვაშუა ჰორიზონტზე. კი ბატონო. საომარი იყო ლელო? კი, საომარი იყო ლელო. ესენი არის ნაწილი რეალური ადამიანების ისინია, იმიტომ რომ მაინტერესებდა აი ესეთი შუა საუკუნეების ჩაცმულობა და ეგეთი პერსონაჟების დახატვა და ანუ რეალური ადამიანებიდან ანუ ლარპის მოთამაშეებიდან ვიღებდი ხოლმე რეფერენსებს და იმათ ხატავდი. ანუ ამ პერიოდში სანამ ამას ხატავდი ლარპში მიღებდი მონაწილეობას. კი ბატონო. ეს ადამიანები ვინც გაჩვენეთ, ეგენიც მაგ ადგილას გავიცანი და ნახატები და რაღაცებიც გავაკეთე რეალური ფოტოები და რაღაც ნახატების ხოთაშორის ზოგიერთი იყო, ვთქვათ, ჩემი პერსონაჟი მყავდა დახატული აქ. წერან გავიარეთ ერთ-ერთი რომ აი გამომეხატა რანაირად შევქმნიდი. Kinda ის მქონდა პერსონაჟის აგების, პერსონაჟის დიზაინის მცდელობები, ერთი სიტყვით. ესენიც ცოცხალი ადამიანებიდან რეფერენსები. ეს არის ხოთაშორის დიზაინი ჩემი მოსაცმელის, რომელიც მე გადავიტანე და შემიძლია გაჩვენო. ეს არის უკვე სხვადასხვა რაღაც ფანდომის გავლენა, ანუ Minecraft-ის ფანდომის ისეთი მყავს პერსონაჟები დახატული. ეს შეკვეთა იყო, ეს პირადი კომიქსი ჩემი საკუთარი ალებადიდან მაქვს ერთი კადრი. აი, აქეთკენ უკვე იწყება ცოტა ქაოსი. ეს სევდალიზეს უსმენდი ძალიან მომწონდა იმ პერიოდში და მაგისი სიმღერების მიხედვით არის შექმნილი აი ეს ჩემი ხატები ამ პერსონაჟების. ესეც სტილის ძიებაში ვარ და არ ვიცი საიდან რა გავაკეთო და რა დავიწყო. აქაც ანატომიისა და სტილისთვის ვიბრძვი. ამ შემთხვევაში. მუდმივი ბრძოლა. არ გაჩერებულა, რაც ხატვა დავიწყე იმის მერე, სულ ვეძებ რომ აი ცენტრის პერსონაჟი. Thank you. აი ესენი არის სტადიები ახლა უკან რაც იყო სხვადასხვა რაღაც აზიური ვებს წინა ვიდეოში მოგიხსენეთ როგორც სწავლებები. შესწავლებები. სწავლება ჯობია. აქ გონი ისეთი, ეს ჩემი პერსონაჟის ჩანახატები და აქ უკვე რაღაცა გაუწევთ. ჯოკერს თამაშობს. აქ ჯოკერი, კი ბატონო. შემდეგი, first one. ბევრი ჩანახატების ისინი არ მაქვს.
როულები და ბლოკნოტები, იმიტომ რომ ძირითადად ხატავდი დიჯიტალში. და ყველანაირი ჩანახატი გვანახებ. კი, ამასაც იმას გიზავთ. მომეცი თლიანად შეგახედებთ. ძალიან საინტერესო რეულია, ხელნაკეთი. ჩემმა ჯგუფმა მაჩუქა და თვითონ გააკეთა სხვათა შორის. ამას თავის ბაწარიც აქვს, რაც მოყვებოდა იქითკენ მაქვს გადადებული ოღონდ. ოღონდ ესეც საკამაოდ ძველია, მგონი უკიდან დავიწყეთ ოღონდ. ერთი წუთი. აჰა. არი? ნო, სწორი. ეს არის უკვე აი დაახლოებით 2020 წელი, 2019, 2020. აქ რასაც ქვია, მივახტი Inkings და ძალიან მომწონდა რომ ანუ ერთი იმით იღებ ხელით და მთლიან ნამუშევრს ამთავრებ. ეს იყო სწავლება. რაღაც ფოტოსი და მე გავუტიე და ხელით ისქვენი. აქ არის სველი ისა, მაგას ეგრე ქვია სველი. ანუ ტექნიკა ავიღე ესეთი მიმართულებას გავყევი ტუშით და სველი ტუშით ხატვა მაინტერესებდა და ანუ აქ რასაც ხედავთ არის ეგეთი ნამუშევრები, სულ ტუშპასტით, ტუშკალამით და მე ზემოდან განატარებული წყლიანი ტუში. ზოგი არის ჩანახატი, ზოგი არის ჩემით ძალიან კარგი ნამუშევრები. გონებიდან დახატული, მადლობა. ესენი ნამეხი მაქვს ადრე და კი, ესენი მე მაშინ მაქვს რომ ძალიან კარგია ტიპაჟები, კარგად ყავს დაჭერილი, ტექნიკა ძალიან ლამაზია, შესრულებული, ანუ მადლობა. სრული ნამუშევარი არის, ილუსტრაცია დამთავრებული, ანუ ჩანახატების ტექნიკა კი არ არის, ეს ილუსტრაციების ტექნიკა. ძალიან დიდი მადლობა. ეს ჩემი ჯგუფელი დავხატე. და მე თუ მკითხავ, ესენიც უნდა გამოვიყენოთ sketchbook ძინს რო გავაკეთებთ. სიამოვნებით, არ არის პრობლემა. ეს აი სველი ტექნიკა. ხო, აი ის. სველი ტექნიკა და კალამის, ანუ მაგის შერევის ისინი მაინტერესებდა, ეს ჩემი ჯგუფელი ასევე. გაუხარდება ახლა რომ ნახავს. ასევე ჩემი ჯგუფელი. ძალიან კარგი. ხო, კიდე ერთი, ბევრი აქ რასაც ხედავთ ნამუშევრები არის ინსპირირებული სხვადასხვა სიმღერებიდან. ძალიან კაია. ამას აქვს თავის სიმღერა? ამას სხვათა შორის ამ კონკრეტულს არა. უბრალოდ აი ის ხოდა ჩავჯდებოდი და აი ესე წერტილ მივყვებოდი რაღაცებს ხატავდი ხოლმე. აი ინტერპრეტაციას ვუტოვებ ხოლმე ყოველთვის მაყურებელს. ანუ მე იმ მომენტში რა გადამიტრიალ და არ მახსოვს და როგორ და რანაირად, მაგრამ აი სხვების უფრო მაინტერესებს ხოლმე. შენ როგორ აღიქოს ხო როგორ აღიქოს. არ ვიცი, თან თეთრი რო აცვია საინტერესო რა შეიძლება უბრალოდ ეგეც არის დუალისტური რა, ანუ გატყუებს. კი. თო დუალისტური ის მინდოდა სიმბოლიზმი ჩამერთო. ვაუ. ეს არის ის პერიოდი, აი პანდემია რო დაიწყო და როცა გურც იქნა დრო რომ მქონდა რომ ეხატა და რაც მინდა ის მეკეთებინა და უბრალოდ ვიჯექი და ჩემთვის ვერთობოდი რაღაცებს ხატავდი ხოლმე. ესე ჩანახატების ამბავი. ანუ მე მუშაობდი 25 საათი, მაგრამ აი 26 საათს ამას ვაკეთე. ეს სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი შეკვეთა მქონდა კომიქსის. და მაგისი მთავარი პერსონაჟის ჩანახატები დავიწყე. ეს ტიპი მიყვარს. აი ეს ადამიანია ეს კაიტებაში. ხალი სიკვდილისთან ასოცირებული რაღაც და პლუს ეს რაღაც ფუფულა რო აცვია. ძალიან საინტერესოა. მოუწევს. მადლობა. აი ეს კაუსი. კაუსები ყოლ. კაუსი და აკადემიის დავალებების განხილვები, რომ აი როგორ ავაგო რაღაცა ჩანთა მაგალითად. ან რაღაც დასაკეთი ჩანთა ქონდა. რა დავალება ქონდა ჩანთა საკეთებაში? ნუ იდეაში გრაფიკულ დიზაინზე ვიყავით, მაგრამ შეფოთვის დიზაინი რო გავიარეთ. მოკლედ, მაშინ აი იმით გადავალ რომ ანუ 10 წლები მაქვს დამთავრებული. სამხატვრო 10 წლები ათონელზე დავდიოდი სკოლაში და იმის დამთავრების შემდეგ შევედი აკადემიაში, ბაკალავრიც და მაგისტრატურაც დავამთავრე გრაფიკულ დიზაინის განხრით. და საქმე იმაშია, რომ პარალელურად ყოველთვის მომწონდა და მიზედავდა ეს ხატვის ამბავი და როგორც ტრადიციული, ისე ციფრული ყოველთვის მივდევდი, არ შემიწყვეტე, იმიტომ რომ რეალურად ანუ ჩემი like true passion, რასაც ქვია ქართულად გადმოთარგმნით რაღაც კი, ეგ არის, ანუ ხო, ნამდვილი მისწრაფება უფრო ეგ არის, ანუ შინაგანად მინდა ხოლმე რომ ყოველთვის მაინც ხატო. თუმცა გრაფიკულ დიზაინსაც ვერთობ, იმიტომ რომ ეგეც მომწონს. რეის ჩანახატები. რეის პირველი ჩანახატები და სხვათა შორის რეის საერთოდ სადავართ ერთი ძამი გამოვტოვე, აი აქედან დაიწყო რეის პერსონაჟის შექმნა. რეი ხო გაგაცნობთ თან ანუ მოდი მაგასაც კითხავ რომ ალეგოც მოყვე. ყოველ შემთხვევაში იმახსოვრეთ რომ ელენეს აქვს თავისი კომიქსი, რომელიც ერთი პირველი თავი აქვს გაკეთებული და აპირებს გააკეთოს და მოგვიყევი ცოტა ხანი რა ისწავლე და მე მაგაზე გადავიდე. კი. ვისწავლე, გრაფიკულ დიზაინის ყველაფერი რაც უნდა ვისწავლა, ლოგოდან დაწყებული, შეფუთვა ბრენდინგით დამთავრებული, პროექტები და რაღაცებიც მქონდა, მე ვმუშაობდი ცოტა ხანი ამ მიმართულებით, როგორც ისე ოფისში, ისე შეკვეთების განხრით და ანუ და მე ამ წოდნით მივყევი მოკლედ ამ მიმართულებას და დღესდღეობით ლექტორად ვმუშაობ. ინდიზაინს ვასწავლი, ციფრულ ხელოვნებას ვასწავლი, კონცეპტ არტს ვასწავლი, წიგნის ილუსტრაციას ვასწავლი სხვადასხვა ადგილებში. ნუ ორ მთავარ ადგილას. ანუ ოღონდ მიწვეული ლექტორი ვარ.
ხო. და იქ რაღაცებს მშვებით ხოლმე ბავშვები. მშვებით რა იშვებიან ბავშვები, მაიმუნობთ ბავშვები. საინტერესო რაღაცებსაც აკეთებთ. მე ჩემი კუთხით როგორც დავინახე, როცა ვიყავი მოსული. კი, ინდომებენ აკეთებენ. ჩანახატებით. ყოველთვის საინტერესოა ჩანახატების ნახვა, რომ დასრულებული ნამუშევრები გქონდა დასაწყისში და ეხლა ვხედავ როგორ მიდიხარ თითქოს იმ ნამუშევრებამდე. კი, ეს საერთოდ არის უკვე აალებადის ჩანახატები, ზოგგან არის კადრები, ზოგგან არის პერსონაჟის მონახაზები, რას ვფიქრობ. ეს რაღაც ნამუშევრის შეკვეთა იყო და იმისთვის ხატავდი. ანუ არ არის კავშირში არაფერთან. ესეც პატარ-პატარა ჩანახატები მაქვს იმ პოსტების, რომელიც მინდა რომ დავდო ოდესმე ინსტაგრამზე. ეს აქ არის აალებაძე რომ დავიწყე მუშაობა ლოგოზე და მე გავჩვენებ რომ როგორ საიდან დავიწყე და სადამდე მივედი, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირია ახლა. პატარა რო გვანახო. ეს არის საბოლოო ვერსია. ესეც ჩემი პერსონაჟი და ეს არის კომიქსის ხლა, რომელიც გავაკეთე მაგისტრატურის დიპლომისთვის. ბარ მაგასაც ვიტყვი, მაგისტრატურის დიპლომი მქონდა კომიქსების როლზე საზოგადოებაში და რა გავლენები აქვს ზოგადად კულტურულ და სოციალურ, მოკლედ ყველანაირად. და გავაკეთე მაგ დიპლომისთვის კვლევა ამ თემაზე, მთლიანი კომიქსი, თავისი მერჩით, ყველაფრით, ამბებით. და ანუ აი აქ ჩანახატები რასაც ხედავთ, ანუ მე გარდაისახა უკვე იმ პროექტში საბოლოო ჯამში. ეს კიდე რაღაც სცენები, რაღაც კადრირება, რაც მინდა რომ მე დავდო, ნაწილი მინდოს უკვე ესეთი. აი ბევრი პოსტი რასაც ახლა ჩემს ინსტაგრამზე ნახავთ, აი აქ არის ჩახატული. აჰა. აქ მთლიანი სტისა მაქვს რაღაცა ისტორია. აქ ძალიან კარგია. ეს ჩემი მენტალური მდგომარეობა. პერსონაჟების ეს სწავლებები. ეს ხო, 1%-ზე. yes. ამით მოიგონებთ ეს მომწონს რომ რაღაც ჩანახატი. ეს არის ფოტოშოპის Red Bull Doodle Art-ში რომ მივიღე მონაწილეობა. მოვიტანოთ. ორივე აქ ამაკთან. მოკლედ, მაგაზე მინდა მოგვიყვე, რადგან შენ ხარ გამარჯვებული Red Bull Doodle Art-ის კონკურსის. ეს არის მისი ნამუშევარი, რომელთაც გაიმარჯვა საქართველოს მასშტაბით. კი ბატონო. ძალიან კარგია იცი. მაშინაც მახსოვს რომ ნახე მეთქი კი. უნდა მოიგო კი. მადლობა ძალიან. ეგეთი. ნუ საქართველოში გავიმარჯვე ამით და წარვადგინე მე ამსტერდამში საქართველოს. უკვე მე აი ამ კიდე მეორე ნაწილი იყო და მივიღე მონაწილეობა მე უკვე ამ იმით ნამუშევრით ამ პროექტით. და ანუ საუკეთესო იმეებში გავედი. ეს მეტალისა. კი, რაღაც სხვანაირი იმით. ანუ გრავიურა საერთოდ ის კი, რაღაც ეფექტები აქვს. ჩამოკიდე ვერ ყვევი, მაგრამ ზევიდან არის რაღაცები მაგნაც. რაღაცები შეიძლება ზემოდან. ძალიან კაია. ან დუდლინგის ამბავშიც მოკლედ მე ყველაფერს იყო დასაწყისი. ყველაფერს ვეხები. კი, აი ეს იყო დასაწყისი და აქ მოვედით. ეს იყო? და შემდეგ ეს. Yes. ძალიან კაია. Before after. Yes. Okay. კარგი მძიმე. კაი სავარჯიშო მატერიალია სხვათა შორის. Oh my god. კარგი ვარდეს. Yay. 2023 ყოფილა. გუში მაშინ რომ ვიძახდით და ვერცეთმა ვერ გავარტყით. ბავშვი სხვაგანა ვართ. ეს არის ქართული პრიზი, ოღონდ ანუ საქართველოში რაც ავიღე და იქ უკვე ისინი გადმოგცეს სერტიფიკატები და ეგეთი რაღაც ამბები. კადრირება. აჰა. და სხვათა შორის აქ პატარა ისტორია მაქვს. მე ძალიან დაუმეგობრდით იქაური ხალხი ამსტერდამში ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა ქვეყნების გამარჯვებულები. და რამოდენიმე ადამიანი გავერთიანდით და მოვხოდეთ ძალიან კარგი პროექტი, ყველას ჩვენი პერსონაჟი ყავდა წარმოდგენილი და ეგეც სხვათა შორის ინსტაგრამზე მიდის ძალიან საყვარელი ის არის. შეგვიძლია გავაზიაროთ. აი კი. სპეციფიკი. ესეც პროექტის ის არის, მე და ჩემო ჯგუფმა წამოვიწყეთ და ჯერ არ გამოსულა სხვათა შორის. ესე იგი რაღაც მომავალი პროექტი. კი ბატონო. და ეს სულ ერთი პერსონაჟი უნდა შემექმნა რაღაც კოსმიური სელესტიური არსება. და აი აქ ისო აკადემიის ამბები დაბრუნდა, იმიტომ რომ აკადემიაში გავდოდით 14 საგანს. რა თქმა უნდა. ბაკალავრზე. IT დაემატა მე. კი ბატონო. ანუ ჩემ შემთხვევაში 14-ზე გავჩერდით. მაგრამ წერები არ მინდა რომ ვაჩვენო. ხო, ეს რაღაც ის. ოკეი. მერე და ნუ პარალელურ რეჟიმში ხატავდი ამას. ეხლა ახლა უკაცრავად რეჟიმი ძლია გავჩვენოთ. ნამუშევრები შემიძლია ის ქნა ბარემ. იმიტომ რომ ასევე აკადემიის პერიოდში რაღაცა ჩამომივარდა. ოიმე. ასევე აკადემიის პერიოდში ვაკეთებდი აი ამ იმებს, როგორ წარვადგინო ესე. ეს არის აკვარელის ნამუშევარი? კი, აკვარელის ესკიზები, ჩანახატები, სხვადასხვა რაღაც ის ზოგი მთლიანი დამთავრებული ნამუშევარი.
ეს აკადემიის პერიოდი არ არის, ოღონდ ეს უფრო ძველია. ოკეი, ეს ცოტა დიდია, მაგრამ ეს კი თლიანი იმით ვაჩვენოთ, I guess. სკროლია, ოღონდ ხელით ვაკეთებ. ანუ ვეცეცა. ძალიან საინტერესო. Thank you. ძალიან მიტაცებდა ესეთი სტილის. აი, გავლენა რა გაქვს შენი აზრით და აი სამ სტილზე? გავლენა? დუდლს რო ვიხსენებ, გეტყვი რომ იცი რა მახსენდება? მგონი პიკოლო აწერია 365 დღის ჩანახატები ქონდა. კი, ერთ-ერთი ინსპირაცია ეგეც იყო. დაჟე მახსოვს მეც, ანუ ვათულებდი ხოლმე მაგის ნამუშევრებს. ეს კიდე ერთი. ზოგადად ვიტყვი ალბათ უფრო აზიური გავლენაა ზოგადად. სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით. ესენი არის კიდე უფრო ძველები. ხო, ეს ერთად არის პროექტი და ეს რომელ ხარის ვარ? ეს სწორად ხარ. ედგარ ალან პოს ერთ-ერთი მოთხრობის იმით არის ინსპირაციით გაკეთებული. ეს არის ყველაზე ქაოტური ეს კიდე მეხატე ცხოვრებაში ოდესმე. ეს ის არის. ისევ ედგარ ალან პოს ილუსტრაციებია მოკლედ და ანუ ძალიან პატარა ლაზერაკი ვარ ამ პერიოდში, ხატვის პერიოდია რა, აი 17-ზე უფრო პატარა ვარ. ხო, აი 16 ალბათ უფრო 15 ალბათ. არ ვიცი, პატარა ვიყავი. სხაპრის ესეც ედგარ ალან პოსის არის, ოღონდ ყდის განშლა მაქვს გაკეთებული. აჰა. და ამას რაც შეეხება, ეს იყო პროექტი ფობიებზე. სხვადასხვა ფობიები, რაც შეიძლება ადამიანს სჭირდეს, კონდეს. შენ მაგნუს არქივით ძალიან მოგწონება. და დაწყებული მაქვს ერთი სული მაქვს გავაგრძელო. სხვადასხვა, აი აქაც, ანუ ზოგადად გრაფიკის მიმართულებით ვმუშაობდი სულ. გასაგები როგორ არის? ოკეი. ხო, ჩარჩოც იმაშია. ჩარჩო მონაწილეობს ნამუშევარში. ხო, ძალიან კაია. Thank you, მადლობა. ეს იყო მთლიანი პროექტი გრაფიკის და ხო, ზოგადად ხატვის სკოლაში გრაფიკის მიმართულებას გავყევი მე. აჰა. 16 წლის ვარ აქ. You don't have to flex so. I mean, do flex please. Yes. და ნუ ისედაც გრაფიკა მომწონდა, სულ აკვარელი და ტუშკალა მიიღო ჩემი მეგობარი და მეგობარზე მეტი და ყველაფერი ჩემი სამყარო. აი, ნახე ობობები რო ამოჭრელად. ამაზე იმდენი ვიწვალე, რო კარგად ამომეჭრა. One of the phobias. პუანტელისტური ტექნიკაციური. One of the phobias. კი, ეს არის არაქნოფობია სხვათა შორის. ხო. ძალიან კარგია. თან მე პუანტელისტური ტექნიკა მომეწონა იმით ტუშით რო აკეთებ კალმით. აი ეს რო დამთავრებული ილუსტრაციები გაქვს ამდენი უკვე 16 წლის რო იყავი მაშინ. აი ვიცი მაგარია ძალიან. მადლობა. მაგის თქვა მინდა მარტო. მადლობა. ბევრი, რა ვიცი, მე არ მქონია ესე. ანუ რაღაცები მქონდა, მაგრამ ეხლა მინდა ხოლმე რომ ეგ ნახატები გადავყარო. ნო, არის ვერ გადაყავთ ნახატები ხალხო. ნო. ყველანაირი ნახატი მაქვს შენახული, ყველანაირი ნაუმარი. ნუ მე ხატვის სკოლა დამეხმარა ძალიან, იმიტომ რომ აი ჩემი უზარმაზარი მადლობა ხატვის სკოლას. იმიტომ რომ აი მაგის წყალობით მაქვს ესეთი დიდი რაღაცა პროექტები. ოკეი. და დანარჩენი არის უკვე ჩანახატები აკვარელში. და ეს რომელი პერიოდის არის? აი ეს ისევ კორონას პერიოდს დაუბრუნდით. ნუ პანდემიას ვახსოვს. ეს ისევ პანდემიის პერიოდს დაუბრუნდით, ანუ მაგ პერიოდში ხატავდი, ანუ ეს არის ისევ 2020. აქ ძირითადად ისინია ისევ. აი ისევ ჩანახატები და ისევ ჩემ კომიქსზე მუშაობდა. თან ანატომიას სწავლობ. შენი მიზანი მაინც იყო რომ კომიქსი გაგეკეთებინა. როდიდან მივხვდი რომ კომიქსი არის ის რის გაკეთებაც კიდე? ალბათ 2019-20 წლიდან. იქამდე უფრო ის მქონდა რომ მინდა, ანუ ზირთად მინდოდა ყოველთვის რომ შემექმნა სამყარო, რომლითაც რაღაც დიდ ისტორიას გადმოვცემდი. თან ისეთ ისტორიას, რომელიც იქნებოდა ძალიან ემოციური, ძალიან დიდ გავლენას მოახდენა პუბლიკაზე და ანუ აღმატებული ისინი იცოცხლე. ძალიან ამბიციები მქონდა. ანუ ყოველთვის მინდოდა ისტორიის მოყოლა. მოკლედ, ანუ ყოველთვის მინდოდა რაღაც ისეთი ისტორიის შექმნა დიდის, რომელიც აი მოსაყოლი იქნებოდა და გავლენას მოახდენდა. ვიტყვი რომ ანუ მიზეზი არ უნდა გქონდეთ რომ სახატავი არ მაქვს რაღაცა. აი ზუსტად რაღაცა დახატოთ, იმიტომ რომ ნახეთ რაზე აქვს დახატული. ზუსტ. მანქანის ნომრებია თუ რა არის? აუ, არ მამა ჩემის სამსახურის ფურცლები. რომელიც ვიპოვე სახლში. მიზეზი ვერ იქნება ეგ რომ რაღაცა არ მაქვს. ყველაფერზე და ყველაფრით ხატავდი. ფანქარი აიღეთ და ამხელა ფანქრითაც არ ვღადავ, ამხელა ფანქრითაც მოქვს დახატული. ანუ მასალას მნიშვნელობა არ აქვს, ვეთანხმები მე იზის აბსოლუტურად. მასალას არ აქვს მნიშვნელობა, თავი შენ ხატო. რაზეც გინდა, როგორც გინდა, ყველაფერს დახატო. გაგძელე რაც შეგაწყვეტნებოდი. ოკეი. იმას რომ ვიმდრო, ანუ ყოველთვის მინდოდა, ეგ მინდა ხო, კარგად ჩამოვაყალიბო და ვთქვა, რომ ბავშვობიდან მინდა რაღაც ისტორიის გადმოცემა და მოყოლა და გაზიარება, რასაც აი დიდი გავლენა ექნება ემოციურით და
შინაგანადაც და არსობრივადაც ყველანაირ შინაარსობრივადაც. ეს არის სულთურს ჩემი პერსონაჟი თმა გადაწეული. აჰა. და ეს კომიქსი არასოდეს არ მიფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ის გზა, რომელიც მაგის ისტორიის გადმოცემაში დამეხმარებოდა, მაგრამ მე 2019-2020-ში და მგონი უფრო ადრეც 2018-ში ნელ-ნელა უკვე გავიწიე მაგითამ ხარეს, იმიტომ რომ იქამდე ვიყავი სულ ილუსტრაცია, პერსონაჟის დიზაინი, ილუსტრირებული რაღაცეების შექმნა მინდოდა, ეს უკვე აკვარელის ნამუშევრები წამოვიდა. ჩემი ჯგუფელები მყავს დახატული. ეს რაღაც just მონახაზი. მადლობა. ხო, იმებს მანდაც სწავლებები მქონდა აკვარელის როგორ შეიძლება რომ გამეკეთებინა. ეს არის ფოტოშოპის კომიქსისთვისაც. Yes, I might use it. ეს არის ფუნჯის უკანა მხარით დახატული ხეები. ანუ ეს კუდით დაბოლოებული ისეთი გულის ხო. ეს ნახე რა კაია. ეგეც, ესეც ფუნჯის ისე ფრეიმებში. ესენი მინდა კი, ესენი მინდა რომ ჩამოვკიდო ძალიან. ხო, და ნუ მოკლედ მე აღმოაჩინა რომ კომიქსები აქამდეც yes, ჩემი ჯგუფელი. სანგაი. აკვარელი პლუს ფანქარი. ხო და ანუ კომიქსებზე აქამდე მქონდა წარმოდგენა და ვიცოდი რომ არსებობდა. უბრალოდ რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ანუ რატომ არ შემიძლია რომ მოუყვე ისტორია აი ამ მედიუმის საშუალებით. პორტრეტები გაქვს ძალიან კარგად. კი იყო პერიოდი რომ ანუ დავდექი და მეთქი აი ხა ჩემი ჯგუფელებთან დავხატო. ეს ჩანახატები ესკიზები. და ნუ დღემდე ეგ გრძელდება რომ ანუ მივყევი ამ კომიქსს და მინდა რომ ახლა მთლიანი ერთი ისტორია შევკრა ისეთ რომელიც სულ კომიქსით იქნება გადმოცემული. ვებტონებსაც ხოდაშორის ვებტონებით ვიყავი ძალიან დაინტერესებული და მაქედან რაც გადავიდი გადმოვედი ეგ არის რომ შენ თვითონ კითხულობ და მე ინსპირაცია გაქვს რომ აი მეც შემიძლია რაღაც მსგავსი გავაკეთო. კი, ზუსტად ეგ გქონდა. გაქვს რაიმე აი რომელიმე კომიქსი, მანგა, ვებტონი რომელიც დიდი ინსპირაცია იყო შენთვის? Fullmetal Alchemist. მანგას კითხულობდი თუ ანიმეს უყურე? ანიმეს უყურე, მე მანგას მივადექი, მე ისევ ანიმეს დავუბრუნდი, ოღონდ Brotherhood-ზე ვარ გადარეული, თუმცა მაგის გარდაც ანუ რამოდენიმე ანიმე არის ერთი გამორჩეული ხოდაშორის Gurren Lagann და ისიც Soul Eater-ი, მაგ სტუდიო Bones-ის მიერ შექმნილი ანიმეები ზოგადად. გაჩიაკუტა ეხლა ვარ გადარეული, ახლა ვარ გადარეული გაჩიაკუტაზე ძალიან, მაგრამ აი ყოველთვის აი ჩემთვის არის უპირველესი ეს Fullmetal Alchemist. ძალიან ეფექტურია ეს აკვარელის ნახატები. მადლობა. ძალიან უფრო. ხო ესეც რაღაცა ფუცელი ვიპოვე, შუაზე გავყავი და ეს ჩემი სახლი კახეთში ჩემი ისე რო ქვია რაღაცა გოთიკური წიგნის იმას გაქვს ილუსტრაციას. ანუ ეს ჩანახატები არის კახეთის. აჰა. ეს კახეთი არის. ეს არის ვარდისუბლის ხედი. რა ჩანს ჩემი აივნიდან ეს რაღაცა ფოტო ვიპოვე და რეფერენსად გამოვიყენე. აბსოლუტ სინემა. და ესენიც არის. ესენი არის დანარჩენი თბილისის ხედები. ეს ის პერიოდია, როცა ხატვის სკოლაში დავდივართ პრაქტიკებზე. გარეთ გავდიოდით ხოლმე და ვხატავდით ხოლმე სხვადასხვა იმებს. ეს მე. Yes. მე რა? და ანუ აი ესენი არის ცოცხალი ხედები გაკეთებული პრაქტიკებიდან. ზოგადად პრაქტიკებზე რო დავდივდით უზარმაზარი აი დასტა მაქვს, რასაც ქვია ფურსლების, სადაც სულ ჩანახატებია ცხოველების, ფრინველების, ადამიანების და შენობების, მაგრამ ესენი არის ყველაზე ახლები. არასდროს მიჭრავს. ამ ნახატზე მეც ვიბნევი ხოლმე. Well, it's okay. ესეთი გაქვს წითელი მახსოვს. კი, ეს არის უკვე, ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ახალი შეკვეთ. ეს არის ყველაზე ახალი რაც მაქვს ახლა. აქ არის ბელგიაში ვიყავით მაგის ჩანახატები. ესეც ერთი. აი სიმისთვის გამოიყენა. კი ბატონო, ზინისთვის. ეს just რეფერენსების ჩანახატები რაღაცეები. ეს რაღაც სტუდენტებს ვასწავლი რაღაცა აკვარელში ესე გააკეთო თქო და ანუ ვაცდევინე. ეს მახსოვს ეგ. ეგარი. wait. არა ეგარი. ხო, ეს ისევ აალებადი რეი არის at some point of her გარდასო ხო? ესეც რადგანაც ჯერ ვახსენეთ. აალებადის პრინტები გაქვს ხო? პირველი თუ მარტო ყდა მაქვს. ანუ რაღაცები მაქვს. პრინტები მაქვს. ეს პირველ რიგში ყდა. მოკლედ ამით დავიწყოთ. შეგიძლია 3 წელდებით გითხრა რაზეა. Oh my god, the pressure. Okay. არის სამყარო, სადაც ადამიანებს გააჩნიათ სულის ენერგია, რომელიც გამოისახება აი ესეთი ტიპის ალით, ცეცხლისებური. მაგრამ ანუ არ მინდა რომ ცეცხლი უწოდე, იმიტომ რომ ძალიან გაიგივდება მე ყველაფერი ცეცხლთან. ანუ ეს არის ენერგია, სულიერი ენერგია.
და ეს სულიერი ენერგია ასე ვთქვათ, ტრიგერდება, იქმნება და ანუ იწყებს არსებობას, როდესაც ადამიანი განიცდის რაღაც ძალიან დიდ ინტენსიურ ემოციას. ანუ გარკვეული ემოცია უნდა გქონდეს და ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი ინტენსიური ემოცია შეიძლება გქონდეს და ყველა ემოცია გარკვეული ტიპის ენერგიას ქმნის იმ ემოციის შესაბამისად. ეს ასევე ასოცირდება მენტალურ მდგომარეობასთანაც და ყველაფერთან, რაც კი ემოციასთან და ფსიქოლოგიურ სფეროს შეიძლება შეეხოს. თითოეულ ადამიანს აქვს რაღაცა ბირთვი, სულიერი ბირთვი შიგნით და აი ეს ემოციები და ეს ყველაფერი ამ ბირთვს ატრიგერებს, რომელიც შემდეგ მენტალურია თუ უფრო მენტალურიც და ემოციური. ნუ აი ეს ორივე გაერთიანდა. ეს მინდა რომ ვანახო. რამდენიმე მაინც თუ ყველაფერს არა, იმიტომ რომ ამის გამოცემას აპირებ და ეხლა სულ არ დავასპოილერო. მაგრამ იცი რა, ეს კარგი სპოილერი იქნება, იმიტომ რომ ანუ მაინც უნდა შევცვალო. ეს არის უბრალოდ კადრები, ეს არის დიპლომის პროექტი, რომელიც წელა რო ვთქვი, რომ კვლევა ჩავატარეთ, ხო და აი აქ ენერგიები და აი ეს ენერგიები არის ზუსტად. ამის ანიმაციაში კალბატონი მეიზი მეხმარებოდა სხვათა შორის. აქვე მინდა აღვნიშნო. Well. No credit where it's due. და ესეც არის აი ამ კადრებს რასაც ხედავთ, ანუ აი ეს არის ის სულიერი ენერგია წელა რას ვთქვი. ეს უბრალოდ იმპროვიზაციის ის არის. ანუ შენ შემიძლია ვთქვა რომ ამის დიდი ინსპირაცია ეს არის შოუნენ ანიმე, მანგა, კომიქსი. კი, ყველაფერი, კი, ანუ ზოგადად ინსპირაციას ვიღებ აი აბსოლუტურად ყველაფრიდან. მუსიკიდან დაწყებული, ტანსაცმლის ანუ ჩაცმულობით დამთავრებული ყველაფრიდან რაღაც ინსპირაცია მაქვს და კომიქსებიდან ხო მით უმეტეს. კომიქსები როგორც აზიური, ისე დასავლური, ყველანაირი ყველაფერს ვეხები. ხარეს განახებთ მარტო, არა და ორი მხარეს არის, იმიტომ რომ ეს არის რეალურად კომიქსისთვის ასაკინძად დაპრინტული, იმიტომ რომ აი ნახეთ, ეს არის ამის გადმოსაშლელი გვერდი, რეალურად. მაგრამ ერთი აი ხო ესეც ენერგია, ერთი კადრი იყო, ის შეგვიძლია ვანახო. რაღაცები ვანახე. ეს ძალიან კაი. ეს ეფექტური კადრები. ანუ ვანახოთ, იმიტომ რომ მე ანუ ეს მაინც შეიძლება. ამაზე გასპოილერებთ რომ თქვინდოდეს. ხო, ზუსტად. ეს არის გასაწყვეტი კადრი. რომ რაღაცები აქვს კი, სცენარი და გადასახარში მაქვს ნამდვილად აი ტექსტები, სცენარი. დასამუშავებელია კიდე ვიზუალურად მინდა რომ კიდე რაღაცები შევმატო. ესე თორე პერსონაჟი რიგან რეი. მოკლედ რამოდენიმე ემოცია დაატრიგერა ამ ადამიანში თავისი ეს ენერგეტიკული ბირთვი და ცოტა ამ ძალის შექმნასთან პრობლემები აქვს. She brought this to herself. რაღაც სიტუაციაში გაიხვა და თან უკავშირდება ყველაფერი ძალიან მენტალურ მდგომარეობას. ანუ თუ მენტალურ მდგომარეობას შეიცვლიან რაღაც ემოციას დაამუშავებ და უფრო მეტად ასე ვთქვათ, განავითარებ, რაღაც პრობლემები და იმებს ამოხსნა და ისიც შეგიძლია. ასე ვთქვი, ხა ძალიან აურდაურია, მაგრამ გამოვა რა დანახავთ და დამელოდეთ. აპირებ ინგლისურადაც გააკეთო? კი, რა თქმა უნდა, ორივე ენაზე გამოვა. ოკეი, ძალიან კარგი. და ჩანახატები მოყვება კიდე უკან, აი ესენი რაც ნახეთ და კიდე სხვა სერიული იქნება, ანუ თვითონ. აუცილებლად. მოდი სხვა პროექტები რაშიც მონაწილეობა მიგიღია, აი მაგალითად გვირილებზე. მოკლედ, ქუთაისობა თუ იცით და გვირილობა თუ გსმენიათ, მაგას უკავშირდება ეს კომიქსი. ესეთი ერთ-ერთი ძველი საკმაოდ ფესტივალი, რომელსაც ძალიან კარგი მიზანი აქვს. გვირილებს არიგებდნენ და აღებული თანხით ეხმარებოდნენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს. შესაბამისად, ეს თვითონ ეს მოძრაობა დაიწყო აი ამ პიროვნებამ. ალექსანდრა საშა ჭილაიაჩიკოვანი 16 წლის გოგო იყო და ნუ დამიკავშირდნენ ეს პროექტი, შემიკვეთეს, რომ ანუ შემექმნა კომიქსი ამ მთლიან ფესტივალთან დაკავშირებით. და აქ რასაც ხედავთ, ეს ისტორია არის მოყოლილი, რომ ანუ როგორ დაიწყო ამ გოგომის მოძრაობა და როგორ განვითარდა და წავიდა უკვე ამ ფესტივალის სახით. ეს რა ინფორმაციაც მომწოდეს. ბევრი რაღაც პროექტში გაქვს მონაწილეობა მიღებული. მე ვახსენებ, რომ ელენე ასევე იღებს მონაწილეობას მე კომიქსას, მეორე ანთოლოგიის პროექტში, თავის პატარა კომიქსით. კი, ერთი პოსტკარდი რაც ვიპოვე, არის ეს. კიდე მონაწილეობა აქვს მიღებული ხარახურას კომიქსების კრებულის პროექტში. რამოდენიმე ქართული არტისტი შევიკრიბეთ და მე რიზოგრაფიულად დავბეჭდეთ ჩვენს მიერ შექმნილ ნარატივზე დახატული კომიქსები ვაჩვენოთ. ძალიან კარგი ის არის ეს, მთლიანად ძალიან მიყვარს. მოვიდეს. ცოტა აი ხო მანდარი. აი, ოკეი. თითოს აქ გაკეთებული 4 გვერდი. და ისტორია არის საკმაოდ აჯებსანდალი. კი, მაგიტომაც ქვია ტოტალური აჯებსანდალი. ძალიან ისეთი ქაოტური ისტორიაა, რომ შემიძლია არც კი მოუყვე, ბევრი რამე ხდება ძალიან. უფრო არის ამათი ნამუშევრების ეს მინდა გავიფლექსაო რა და ახლა დავაჩვენო თუ შეიძლება. ეს არის ხელით დახატული. დიჯიტალში, ოღონდ, ციფრულად. ეს არის ელენემ დამხატა მე. მეიზი პერსონაჟი რო ყოფილიყო. I'm a bird. ანუ მეიზი როცა გავიცანი, პირველში დაბეჭდილება დამჩა იყო, რომ აი ძალიან დედაჩიტი იყო რა. რატო დაყურე? ეს ჩანახატები არის კიდე ერთი კომიქსის, რომელიც ბელგიაში ყოფნის დროს შევქმნით, ეგეც კიდე ერთი პროექტი იყო.
და მე, ну ესეც კიდე ჩანახატების ამბავია, ისევ რეი. ეს არის ჩანახატები იმისთვის, საწყისი კონცეპტ არტების რაღაც მონახაზები არის კუნალისთვის, რომელიც კიდე ერთი ახალი კომიქსია, რომელიც აი მოკლე კომიქსია, თავისი ისტორიით. მოკლედ, სამყაროა, სადაც სელესტიური არსებები არსებობენ და ადამიანები ქმნიან და თუ ადამიანი მაგალითად თუ ადამიანთა გაერთიანება იმედს კარგავს? ხო, იმედს კარგავს, ან იმ ერთ შეგრძნებას, იმ რაღაც მიმართულებას დაკარგავს, რაც აქამდე აერთიანებდათ, მაგალითად თუ გაერთიანება არის мотиваციით და ყველა არის ძალიან მოტივირებული. თუ мотиваციას დაკარგავს ეს გაერთიანება, დაჯგუფება, მათ მიერ შექმნილი სელესტიური არსებაც ხრება და პირიქით თუ არსება დასუსტებულია, ეს ადამიანთა ისიც სუსტდება. კურნალები არიან, ვინც დადიან და ამ არსებებს, ასე ვთქვათ, ეხმარებიან სამედიცინო დახმარებას უწევენ, თუმცა ზოგადად ქვეყანა ახლა სადაც ხდება სიტუაცია არის ძალიან დასუსტებული ეკონომიურად, სოციალურად, აი ყველანაირად. და ამ ქვეყნის ხალხის გამოერთიანებელი რწმენა, ძალა, მოტივი იყო ასე ვთქვათ შემართება, ბრძოლის ჟინი. და მე ყველამ ერთხმად ფარხმალი დაკარგა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი რამე გადაიტანეს. ფარხმალი აქ კი დაყარა და რო დაყარეს და ანუ ტექნიკურად გამოყენებული ფარხმლის დაყრა კომიქსში კი ბატონო ეს ნაწილია. კი. ანუ მთელი მეტაფორა იმაზე, რომ ანუ ამათი დაყრილი ფარხმალი გამოისახა იმით, რომ ამათ მიერ შექმნილ არსებას ჩაესო ზურგში და მაგიტომ მე ძალიან ბევრი ხმლით რო არის დახატული, შემიძლია აქეთ ასვა ჩვენო. ეს არის ის იმ სელესტიური არსების ჩანახატები, ანუ ეს არის ის დაყრილი ფარხმალი, რომელიც თითოეულმა ამის მორწმუნე მწყალებში დაყარა და ანუ მეტაფორა არის, რომ ანუ შენი ხმალი შენთან უნდა ამოიღო და ანუ ადამიანური იმაზე რომ გავაიგივოთ, ბრძოლა გააგრძელო, კი ანუ შენ თუ ფარხმას დაყრი, ის ხმალი ისო შენ შეგეჭობაც კისერში. მაგრამ ეს არის ერთი მიმართულება. კიდე სხვა ბევრი სხვა მიმართულებაა და ჯობია როცა პრეზენტაცია მექნება, მოგზანდით, გეწვევთ და მესწარით და წესიერ ვილაპარაკებ ადეკვატურად აგიხსნით. მე როცა გამოვა შეგვიძლია განხილოთ ყოველთვის. კი ბატონო. და ამასთანავე მე ეს რო ვთქვი 500 ჩანახატი მაქვს თქო ერთად, აგერ არის ისევ inflamed-ის ჩანახატები. ეს ისევ როგორ გამოიყურება ეს ხლები და ანუ კონცეპტების ჩანახატებია აქეთკენ და აგერ არის wait ისევ ალებადის ჩანახატები. ერთ ახალი პერსონაჟი, სხვა დანარჩენი კიდე პერსონაჟები, ну ამ რეის ეხლა კიდე სწავლებებს ვაკეთებ, მინდა რაღაცები შევუცვალო და ვამუშავებ დიზაინებს. Oh, I like that. Oh, thank you. I think. ძალიან კაია. ეს ჩერჩ. ანუ ველოდები რომ გამოვა ყველაფერი. ეს პერსონაჟი მიყვარს. სიმპათიური. მადლობა. მაგრამ ძალიან ბევრ ისე მაიმუნობას გააკეთებს პლოტის განმავლობაში. ბევრ შეცდომას დაუშვებს. Всё, ეგ არის. მე მგონი ეგ არის. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა. პირიქით მადლობა შეშებისთვის. დიდი ხანია ვიცახით, რომ შენ სკეჩბუქების ვიდეო უნდა ჩავწეროთ. მოკლედ ძალიან მიხარია, რომ გვეწვიე. მე რო გეწვიეთ, ჩემს სახში თქვენ. ოდეს მე ეგ ხუმრობა იქნება. ანუ ეგ ხუმრობა იქნება მე. კი. ეს გამეორდება. გაგრძელება იქნება. მოკლედ დღეისთვის ეს იყო. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ნამუშევრები გაგვიზიარეთ და მომავალშიც ველოდებით უფრო მეტ ნამუშევრებს. ველოდებით ჩვენს კომიქსებს. ვიცით რომ დაბეჭდავთ და ორი უეჭველი გამოვა. და ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან მუშაობა. უღრმესი მადლობა. ერთი სურვილი მაქვს რომ ნეტა მეტი სკეჩბუქები მქონოდა. მადლობა ძალიან. ირანი. ჯანდაბა. Okay, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობას მიღებდით ეს რაღაცაში, მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მართლა ძალიან გამიხარდება, რომ კიდე გაგზელდეს და ველოდები მეტ სერიებს, სხვადასხვა ქართული არტისტების და რაც მეტი მოხვათ და რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი და ერთ დავტოვებ სიტყვად, რომ კომიქსების ხელოვნება მოდის, იწყება, კარგი, საინტერესო ტალღა მოდის და ბევრი კარგი მხატვარი ილუსტრატორი ყავს, რომელსაც უნდა ვადენოთ თვალი და მივხედოთ და ყურადღება მივაქციოთ. ასე რომ, მე კომიქსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტიპის პროექტი იქნება, ძალიან დავალებული ვიქნები ყველასთან, თუ
ყურადღებას მოგვაქცევთ ხოლმე ხანდახან. შენ ვიხედეთ ხოლმე და შეიძლება რამე საინტერესოს ვაკეთებ. აი ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული არტისტისთვის, ვინც ეხლა იწყებს და ხედავს, რომ აი არსებობენ თურმე ქართული მხატვრები, რომლებიც აი ამ მიმართულებით მუშაობენ. ყოველთვის არსებობდნენ და ხალხი ვინც დაინტერესებულია მსგავსი ნამუშევრებით. ნამდვილად. კი და უღმეს მადლობა ხალხს. მადლობა. თუ აი დაგაინტერესებთ რატომ არ არის უფრო მეტი ქართული ნამუშევრები და ასე შემდეგ, ანუ ქართული კომიქსები, ასე მსგავსი გრაფიკული ნოველები, ის არის რომ თუ დაინტერესება არ არის თუნდაც შენი სახსრებით გამოსცე. მოტივაცია იკარგება მე. არ გექნება საშუალება რომ გამოსცე. ან და დიდი, როდესაც მიდიხარ რაღაც გამომცემლებასთან და იმას თავაზობ, გამომცემლობას თავის პირობები აქვს და ხანდახან ანუ არ გიღებს ხოლმე რომ მსგავს რაღაცას დათანხმდე. ანუ ფინანსურად, მოტივირებულად, ანუ ძალიან ბევრი დაბრკოლებაა, მაგრამ ამ დაბრკოლების გადაახლახვა შეიძლება თუ კი აი ეს მოხდება, რაც ახლა ხდება. ამიტომ უღმესი მადლობა შენ ხალხს ყველას ნახვამდის. Stop it. Bye. კარგად. Bye. Time to go and get hobbits from Isengard. To Isengard.